გამომწერია. ხო, შემდეგი ომისთვის ემზადებიან, მაგრამ იმ ომში რა უნდა და მე არ ვიცი. საგამშვიდობისა მეგობრებო, ეს არის რადიო FM 98 და 5 რადიო სივრცე და შესაბამისად დღეს არის 4 შაბათი 19 საათი და 11 წუთი უბრალოდ და ეს იმას ნიშნავს, რომ პირდაპირ ეთერშია ევშტეინის კუნძული, მე ვარ წამყვანი ვაკა გორგილაძე, ჩემი მუდმივი სტუმრები, თანაწამყვანები, ისტორიკოსი გურამ ნიკოლაშვილი და ფილოლოგი და ფილოსოფოსი ზაზა შათირიშვილი. მეგობრებო, მინდა გითხრათ, რომ კიდევ ერთხელ მინდა გითხრათ მადლობა იმისათვის, რომ ძალიან აქტიურად ჩაერთეთ, ესე იგი აი ამ კომენტარებში, მსჯელობაში, წინა გადაცემას გულისხმობ ევშტეინის კუნძულის და აი ამ თქვენმა მხარდაჭერამ კიდევ ერთი ფაქტორი იყო იმისა, რომ ესე იგი საბოლოოდ შევთანხმდით იმაზე, რომ ეს გადაცემა გავა ყოველ 4 შაბათს 19 საათზე და ამდენად კიდევ ერთი გადაცემა დაგვემატა დიდ სივრცესთან ერთად, თუმცა კიდევ ერთხელ ვიმეორებ, აქცენტს ვაკეთებთ აქ ფარულ დიპლომატიაზე, ფარულ საიდუმლო პოლიტიკაზე, სხვადასხვა შეთქმულებების თეორიებზე. შეთქმულების თეორია სულ ძალიან ნიშნავს, რომ ეს შეთქმულება არ არსებობს სხვათა შორის და ამაზეც ვისაუბრებთ ბევრს. ჩვენი დღევანდელი თემა არის ვატიკანი. ბუნებრივია ის უკავშირდება ფრანცისკის გარდაცვალებას. მოდით ახლა გავიხსენოთ ჩვენ თუ რა ხდებოდა შაბათს. გთხოვთ ასევე ჩვენს პროდიუსერებს გაუშვათ სლაიდები შესაბამისი. მოკლედ არანაკლებ 250,000 ადამიანის ესწრებოდა წმინდა პეტრეს მოედანზე ტაძრის წინ. პაპთან დასამშვიდობებლად პაპა ფრანცისკი დაკრძალეს წმინდა მარიამ მაჯორის ტაძარში. ეს არის წმინდა მარიამის ხო ტაძარი ზაზა 26 აპრილს დიდი ტაძარი და ეს არის პირველი პონტიფიკი, რომელიც 150 წლის განმავლობაში არა ვატიკანში იქნა დაკრძალული, არამედ მის გარეთ. თვითონ ასე მოისურვა. მისი სურვილით, ვინაიდან ის იყო ერთ-ერთი მისი საყვარელი ტაძარი. ცოტა ხნით საინტერესო ფაქტი. ცოტა ხნით ადრე თავისი კვდილამდე პაპა ფრანცისკემ დაახლოებით 200,000 евро გადასცა მაკარონის ქარხანას. იპოთეკის გასასტუმრებლად ირკვევა, რომ ეს მაკარონის ქარხანა ემსახურებოდა არასრულწლოვანთა კოლონიას რომში. და ეს იყო ერთ-ერთი უკანასკნელი ანდერძი პრინციპში პაპის. ამასთან ერთად საინტერესო ფაქტები მინდა მოვიყვანო, ერთ-ერთი ეს ფაქტი არის ესეთი, ეს ეკონომისტის შეფასებით, როდესაც დაიწყეს გაზომვა სხვადასხვა სერიალების, აღმოჩნდა, რომ კონკლავი და ორი პაპის, ეს ორი სერიალი მკვეთრად გაიზარდა ნახევარი ამ სერიალების. კერძოდ კონკლავის 300% თითქმის და რაც შეეხება ორი პაპს, აქ საერთოდ კოლოსალური 400%-იანი ზრდა არის. მოკლედ ჩვენ ვისაუბრებთ ახლა არა მხოლოდ პაპთან დაკავშირებით და ვატიკანთან, არამედ იმ პროცესებზე, რომელიც ვატიკანის ირგვლივ ვითარდება. მაგრამ ჩემთვის ნიშანდობლივი სიმბოლური რო ვთქვა, ეს ნიშნავს იმას, რომ არაფერი არ უნდა ვთქვა. ესე იგი პაპის გარდაცვალების დღეს დავოსის ფორუმის თავმჯდომარის პოსტიდან გადადგა კლაუს შვაბი. ეს სიმბოლიზმი არის, როდესაც აი რაღაცა ესაც ჩემი აზრით შემთხვევით ხდება რაღაცა. ეს იმდენად ნიშანდობლივი აქტია, რომ მე მინდა აი მეუძღვნათ ჩვენი აი მნიშვნელოვანი ნაწილია ჩვენი გადაცემის აი ამ ფაქტს. მოდით ვთქვათ, ვინ არის კლაუს შვაბი, შევახსენოთ ჩვენს მაყურებელს. ეს არის ძალიან საინტერესო მოაზროვნე, ბიზნესმენი, პოლიტიკოსი, სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით რა, აი ყველაზე ბუკვალური მნიშვნელობით. რომელმაც თავისი კონცეფციის მეშვეობით მოახდინა საკმაოდ დიდი გავლენა
ალბათ უკანასკნელი 20 წლის განმავლობაში სახდენდა უდიდეს გავლენას თანამედროვე მსოფლიოზე და მათ შორის პოლიტიკურ აზროვნებაზე. ვინაიდან მისი კონცეფცია ინკლუზიური კაპიტალიზმის გახდა განსაკუთრებით აი ამ ჩვენ რო ვეძახით გლობალური ლიბერალური ინტერნაციონალი ან ახალი ესე იგი ლიბერალების თავარ კონცეფციად, რომელიც ალბათ ფუკუიამას შემდეგ მსგავსი რამაც არ გააჩნდათ და ამ დოკუმენტმა, ამ მანიფესტმა ეს მანიფესტი იქცა, ესეთ ახალ რაღაც ლიბერალების ბიბლიად, ხო? არ არის შემთხვევითი ის, რომ ფრანცისკი მხარს უჭერდა ამ კონცეფციას, მეტიც. ვატიკანთან შეიქმნა დაახლოებით 15 წლის წინ, მე მგონი, საბჭო ინკლუზიური კაპიტალიზმის და ამ საბჭოს შემადგენლობაში არიან ძალიან საინტერესო პიროვნებები, როტშილდების შტაბ-მომავლები, როკფელერები, მარიო დრაგი იყო თუ არის ჯერ კიდევ ესე იგი ამ საბჭოს წევრი, ეს არის ყოფილი პრემიერ-მინისტრი იტალიის და ევროპული ცენტრალური ბანკის პრეზიდენტი. გარდა ამისა, კარნი ინგლისის ბანკის თავმჯდომარე, ასევე ჯანეტ იესენი ხო, წინა ბაიდენის კაბინეტის ფინანსთა მინისტრი და თავის დროზე ფედერალური სარეზერვო სისტემის ამერიკის ფედერალური სარეზერვო სისტემის თავმჯდომარე. მოკლედ, ეს არის ძალიან გავლენიანი სტრუქტურა. ეს არის ძალიან კლაუს შვაბი ბოლო აი ამ პერიოდამდე იყო ერთ-ერთი გავლენიანი პოლიტიკოსი, რომელმაც განსაზღვრა ბევრი ტრენდი თანამედროვე და მოდით განვიხილოთ ჯერ ეს ინკლუზიური კაპიტალიზმი, ძალიან მარტივად ახსნა თუ რა არის ინკლუზიური კაპიტალიზმი და აი ჩვენ ხო ვთქვით ხომ რომ პაპი აი ეს მაგალითად ბოლო აქტი, როდესაც თავისი დანაზოგი მთლიანად გადარიცხა იპოთეკის გასასტუმრებლად ხო ამ აგრონდის ქარხნის. ეს სოციალური პათოსიც ძალიან ძლიერი იყო ფრანცისკის აი ამ მსოფლმხედველობაში და მოდით ვთქვათ, ესე იგი, ის რომ ინკლუზიური კაპიტალიზმი გულისხმობდა რას არსებითად? გულისხმობდა შემდეგს. ჩვენ ვიცით, რომ ძალიან დიდართა ადამიანების რაოდენობა მსოფლიოში ადგენს, რაღაც 5%-მდე, ხო? ეს არის ეს პროცენტი, რომელიც ფლობს, დაახლოებით ალბათ 70-80% სიმდიდრის, ხო? აი ეს კორპორატიული ჯგუფი სთავაზობდა საზოგადოებას შემდეგ შეთანხმებას. მოდით თქვენ წვალობთ. იღებთ სესხებს, კრედიტებს, ცდილობთ უძრავი ქონების შეძენას, პროცენტების გადახდას და ასე შემდეგ. მოდით შევთანხმდეთ იმაზე, რომ თქვენ მიიღებთ ბაზისურ შემოსავალს, ფიქსირებულს და ეს ბაზისური შემოსავლის მეშვეობით თქვენ უდარდელად იცხოვრებთ. ყოველ შემთხვევაში ყველა ვიტალური ელემენტარული მოთხოვნილება იქნება დაკმაყოფილებელი, სამაგიეროდ თქვენ არ არღვევთ ამ შეთანხმებას. და თუ კი დაარღვევთ ამ შეთანხმებას, ამ ბაზისურ შემოსავალს აღარ მიიღებთ. და გარდა ამისა, ინკლუზიური კაპიტალიზმი გულისხმობდა მოდით ვთქვათ, ტოტალური თუ არა, საკმაოდ ესეთ ვრცელ კონტროლს საზოგადოებაზე. ძალიან ბევრი თვლის, რომ მაგალითად ჩინეთში დღეს არსებული სისტემა, რომლითაც სხვათა შორის კლაუს შვაბი იყო აფრთხილებული, ანუ სოციალურ რეიტინგებს გულისხმობს, სოციალურ რეიტინგების სისტემას, როდესაც იმის და მიხედვით თუ როგორ იქცევა მოქალაქე, მას ასევე იქცევა საპასუხოდ სახელმწიფო, ხო? თუ ის არღვევს რაც კანონს ან რაღაცას დაუწერელ წესს ცხოვრების, მას შეიძლება ჩამოერთვას ასევე საბანკო ბარათი, ის შეიძლება ვერ განახორციელოს ვერანაირი შესყიდვა, ის შეიძლება არ იყოს, ის შეიძლება მოკლებული იყოს სხვადასხვა სოციალურ სისტემებს და ასე შემდეგ. სხვათა შორის ინკლუზიური კაპიტალიზმი ძალიან ხშირად ადარებს საბჭოთა კავშირსაც. ანუ შევახსენოთ მსმენელს განსაკუთრებით ახალგაზრდებს, საბჭოთა კავშირის დროს, ყოველ შემთხვევაში გვიანდელ საბჭოეთში, ბრეჟნევის დროს მაგალითად, ხო?
საბჭოთა კავშირს, ანუ მოსახლეობას, მოქალაქეები სარგებლობდნენ უფასო განათლების სისტემით, უფასო ჯანდაცვის სისტემით. ნუ იყო საკმაოდ, მაგრამ მე ვერ ვიტყვი 100%-იანი დასაქმება, საკმაოდ მაღალი დასაქმება და ეს ყველა მინიმალური სოციალური შევრობა იყო დასჯადი. უმუშევრობა კი სტატიაზე ტუნიაც კი ბატონო. იჭერდა უმუშევრობა. მოდით ვთქვათ გურამ ან ზაზა, მოდი შენი დავიწყო. კლაუს შვაბი და ფრანცისკე. მისი გარდაცვალება და იმავე დღეს ეს კაცი გადადგა დავოსის ესე იგი ფორუმის თავმჯდომარეობის თანამდებობიდან. გარდა ამ სიმბოლური დატვირთვისა, რას ნიშნავს ეს? ნიშნავს ეს იმას, თუ არა, რომ ინკლუზიური კაპიტალიზმის ეს კონცეფცია, იდეა, ну აი ჩაილურის წყალი დალია, მორჩა. არის ეს მოსაზრება უკვე დიდი ხანია, საერთოდ ტრამპის გამარჯვება შეერთებულ შტატებში პრეზიდენტის თანამდებობა მისი კაპრეზიდენტება საერთოდ ითვლება გლობალისტური ერის დასასრულად. ბევრმა აღიქვა ესე და ბევრი ესე ფიქრობს და პირველი ნაბიჯები რაც გადადგა ამ 100 დღის განმავლობაში ძალიან სწრაფი და ენერგიული, ну პრაქტიკულად გვეუბნება იმას, რომ ის ერთიანი გლობალური სამყარო აღარ აქვს. თუნდაც აი ეს ტარიფების თემა, რაზე მიანიშნებს, რომ მთავარი მოწინააღმდეგე არის არა ჩინეთი, ტრამპის, არამედ სწორედ გლობალისტები. რაც შეეხება ფრანცისკეს საერთოდ ბევრი ადანაშაულები და მათ შორის ეკლესიაშიც შიგნიდან სოციალიზმში და სოციალისტურ იდეოლოგიაში და ამავე დროს მიაჩნდათ და ბევრი მიიჩნევდა კონსერვატიული მიმართულების კათოლიკე მიიჩნევს რომ ის იყო ესეთი ინკლუზიური ლიბერალიზმის თქვათ ასე მთელი მისი აჯენდა რომ იყო ძალიან სერიოზულად ლიბერალური. იყო ძალიან დიდი მოლოდინი ლიბერალების მხრიდან პირველივე მისია ეს ნობელი ფრაზა ვინ ვარ მე რო გამსაჯო გეი ადამიანზე იყო ლაპარაკი და ეს ძალიან დიდი ძალიან აიტაცა ლიბერალურმა კომუნიტიმ ასე ვთქვათ. ну ბევრი თემა იყო. ну მაგალითად ერთ-ერთი ესეთი არის კათოლიკე ეკლესიაში არის ერთ-ერთი მტკივნეული თემა მაგალითად ცელიბატის მტკივნეული თემა რას ნიშნავს ისე კი როცა ცელიბატს ეხებიან ცელიბატში გულისხმობა ის რომ კათოლიკე მღვდელს ოჯახი არ აყავს განსხვავებით მართლმადიდებელი და სექსუალურ ცხოვრებას უარს ამბობს. ну ხო ფაქტიურად აი რა განსხვავება ბერსა და აი მაგალითად მართლმადიდებელ კულტურაში თეთრი და შავი სამღვდელობა ნიშნავს იმას რომ თეთრს ყავს ოჯახი შავს არა ხო და აბა მაშინ რა განსხვავება ბერსა და მღვდელს შორის ну განსხვავება არის ის რომ ეს ეგრეთ წოდებული ორდენები კონგრეგაციები და საზოგადოებები ცხოვრობენ ну ორი ტიპის ცხოვრებით ერთი არის ვიტა კონტემპლატივა ჭრეთითი ანუ ჩაკეტილი მონასტრები აღმოსავლურ კულტურაში მართლმადიდებლობაში ამას შესაძლებელი ჩაკეტილი მონასტრები და ვიტა აქტივა რომელიც გულისხმობს რომ ამა თუ იმ ორდენს აქვს რაღაც თავისი თემა თქვა და ასე მაგალითად ცნობილი დედა ტერეზას ორდენს ორდენები აღარ ეწოდება თანამედროვე კონგრეგაციები ან საზოგადოებები მაგრამ ჩვენ სიმართლისთვის ესე ვიხმაროთ დედა ტერეზას ორდენის მთავარი თემა სპირიტუალურია თქვა და ასე არის ყველაზე უფრო გაჭირვებულების მოვლა ანუ იმ ადამიანებისა რომელთაც არაფერი არ შეუძლიათ თქვა და ასე დაუშვათ დღესაც არის ეს ძველი ორდენები რო აღვთ მაგალითად იესოს საზოგადოება იეზუიტებს ასაც უწოდებთ ხო ერთ-ერთი მთავარი თემა რაც მათ მიყავთ ეკლესიაში ეს არის განათლება და მასმედია თქვა და ასე ну დომინიკელები ძალიან ძველი ორდენი
მათ ეწოდებათ ორდენი აი ოპ წერილი ხარ ხოლმე order of preachers ანუ ქადაგებელთ ანუ მათ აბარიათ მოძღვრება საკრა დოქტრინა და მათ აბარიათ ეს ну დღეს ბევრი ამის შეცვლილია მაგრამ ტრადიციულად მოკლედ ესე მოდის ცნობილი opus dei რომელიც არის ორიენტირებული შრომაზე და შრომის საკრალიზაცია, რომ შრომა არის რომ შრომა თავისთავად არის ღირებულება, რომ შრომა შეიძლება განვიხილოთ თუ ის არის შესაბამისი ინტენციით, ესე იგი ეს არის როგორც ლოცვა. ну რაც პროტესტანტებისთვის აკვალზოდ კი, აბსოლუტურად. მე ესე ვიტყოდი, რომ ეს არის ჩვენი პროტესტანტები, ანუ კათოლიკეების შიდა პროტესტანტები არის opus dei და ну საკმაოდ გავლენიანი ორდენი აი როგორც მასონებზე არის მთელი მითოლოგია ასევე opus dei-ზე მიუხედავად იმისა რომ მასონობა არსებობს დაახლოებით 300 წელი და აი მე რა მაინტერესებს ზაზა აი ნახე ის რომ ესე იგი ფრანცისკემ აიტაცა ეს ინკლუზიური კაპიტალიზმის არ ვიტყოდი გურე მე რომ შეიქმნა საბჭო გურე თვითონ ფრანცისკე ესე რა შეადანაშაულებენ რა მოწოდმა ფრანცისკეს რომ ნუ როგორც არგენტინელი სოციალისტური იდეებით და მემარცხენეობის სერიოზული გავლენით და აი აქ ისე ვამბობ მე ვიხმარე არა კაპიტალიზმი არა ლიბერალიზმი იმიტომ რომ მისი იდეოლოგია თუ მას ჰქონდა საერთოდ ესეთი იდეოლოგია ინკლუზიურობა ჰქონდა მაგრამ იყო თუ არა ეს კაპიტალიზმი მე ამაში დიდი ეჭვი მეპარება ამაზე ვამბობ ინკლუზიურობის გამო აი რადგანაც ну მაგალითად უკრაინელი ცნობილი თანამედროვე ფილოსოფოსი ბაუმაისტერს მიაჩნია ამ სინათ იყო მისი ძალიან საინტერესო საუბარი ფრანცისკეზე რომ პრინციპში ეს იყო პაპი რომელმაც ვერაფერი ვერ მიიყვანა ბოლომდე ну რა მოლოდინებიც იყო თქვა ასე მისი ну სანახევრო ზომების პაპს უწოდებს თან ბაუმაისტერი ასევე კათოლიკეა და ეკლესიას ну მისი იდეალი პაპის იდეალი არის იოანე პავლე მეორე რატომ იმიტომ რომ ხლა იოანე პავლე მეორე მოგწონს თუ არ მოგწონს ხლა მე გარედან სეკულარული ენით ვლაპარაკობ ესე იგი ეს იყო ქარიზმული პაპი რომელმაც შეიძლება ითქვას რომ თავისი პონტიფიკატის პირველ პერიოდში ითამაშა ლიდერის როლი ანტიკომუნისტური ლიდერის როლი ხო არა უბრალოდ შეგვიძლია გავხსნათ რონალდ რეიგანი რა თქმა უნდა და მისი ბოროტების იმპერია ო მაგრამ სოლიდარობის მხარდაჭერა პოლონეთში ვარშავის პაქტის დაქცევა არის როდესაც ის ჩავიდა პოლონეთში და რა პერიოდში ხო ზუსტად სოლიდარობის და ლეხვალენსას აქტიურობის პერიოდში მისი პირველი სიტყვა იყო პოლონურად პირველი ფრაზა იყო მე თქვენ სოლიდარობას გიცხადებთ მოგ თავისთავად და უნდა ითქვას რომ ანტიკომუნისტური კოალიციის მოდი ესე ვიტყოდი არაფორმალური ლიდერი იყო იოანე პავლე მეორე და კომუნიზმის დანგრევაში მან მიიღო ძალიან სერიოზული მონაწილეობა. რაც შეეხება ბენედიქტე მე-16 ანუ იოზეფ რატცინგერს რომელიც პრაქტიკულად ის იყო მართლაც მარჯვენა ხელი იოანე პავლე მეორის ძალიან დიდი თეოლოგი სხვადასხვა არავინ არ ელოდა რომ მოუხმობდა მას იოანე პავლე მეორე და დააყენებდა რწმენის კონგრეგაციის ან ფაქტურად რწმენის კონგრეგაცია ეს არის ინკვიზიცია თანამედროვე რელიგიურად ესე ქვია რწმენის კონგრეგაციის თავმჯდომარედ ну ეს გარკვეული ნიშანი იყო რომ მე ესე ვიტყოდი რომ გრიგოლი პირველის მერე ეს არის პაპი მე-7 საუკუნეში გარდაიცვალა მექსმეში ქართულად ის არის ცნობილი როგორც გრიგოლ დიოლოგოსი და ძალიან კარგად არის ძველ ქართულად დათარგმნი წმინდანი პაპი ერთიანი ეკლესიის აი გრიგოლ პირველის მერე და გრიგოლ პირველმა მიიღო ძალიან სერიოზული მე ესე ვიტყოდი გრიგოლ პირველმა განაპირობა ქართველებისა და სომხების გაყოფა სწორედ კირიონ პირველის საქართველოს კათოლიკოსის წერილზე როცა მას ეჭვი შეეპარა სომხურ ასე ვთქვათ თეოლოგიაში
მისწერა ეს წერილი გრიგოლი პირველს და გრიგოლი პირველმა უთხრა თქვენ ხართ მართლმადიდებლები, მაშინ მართლმადიდებელი და კათოლიკე ერთმანეთს ნიშნავდა და სომხები არიან მწვალებლები და აი აქ მოხდა სწორედ და ეს ამ წერილს მიაგნო ვატიკანის არქივებში მიხეილ თამარაშვილმა და გამოაქვეყნა თავის წიგნში ისტორია კათოლიკობისა ქართველთა შორის. მოკლედ გრიგოლი პირველის შემდეგ შეიძლება ითქვას, რომ პაპის ტახტზე არ ყოფილა ესეთი დიდი თეოლოგი, როგორც იოზეფ რატცინგერი გახლდათ. იმიტომ რომ პაპს არ ევალება რომ იყოს დიდი თეოლოგი, რა თქმა უნდა ერკვეოდეს დოგმატიკაში, მაგრამ ეს არ არის მისი პირდაპირი, ასე ვთქვათ, მოვალეობა, მაგრამ ესე მოხდა, რომ იოზეფ რატცინგერი ბენედიქტე მე-16 იყო ძალიან დიდი ღვთისმეტყველი. რაც შეეხება ფრანცისკეს ფრანცისკეს ამოსავალი მომენტი იყო არა იმდენად დოგმატიკა და თეოლოგია და მოძღვრების სიწმინდის ასე ვთქვათ ემფაზა ამაზე. არამედ მას აი კონდა ეს მეტაფორა, რომ ჩვენ თანამედროვე სამყაროზე ჰოსპიტალი და ყველა ადამიანი არის დაჭრილი და ამ პირველ რიგში უნდა მივხედოთ დაჭრილებს უნდა მივხედოთ სულიერად თანამედროვე ადამიანი არის საოცრად მყიფე და საოცრად სუსტი და აქედან გამომდინარე მას კაცრად კი არ უნდა მოიქცეთ ისედაც საშინელ დღეში ეს ადამიანი და ეს მომენტი აი მაგალითად თვითმკვლელობები ხო წინათ მაგალითად ეკლესიაში არასაფლავდნენ თვითმკვლელებს რომ არ ყოფილიყო მისაბაძი მაგალითი ხო და ნუ დღეს ბევრად უფრო ესე დამოკიდებულებაა რომ ლიბერალური არა მარტო მაგრამ უნდა ვთქვათ რომ ეხლა ეკლესია კი პაპი რა თქმა უნდა ძალიან დიდ გავლენას ახდენს ეკლესიაზე მაგრამ ეხლა ეკლესია მარტო პაპი არ არის მე ვიცი დაზუსტება მინდოდა მის წინააღმდეგ გაილაშქრა 4 კარდინალო მე ვიცი რომელსაც აქედან ორს აქ ძალიან დიდი შანსი რომ პაპი გახდეს ესენი არიან რობერტ ამაზე ვისაუბრებთ მოგვიანებით ჩვენ ესე არ უნდა გავიგოთ რომ ძალიან კაცრი ზომები მიუხედავად იმისა რომ ძალიან ლიბერალი ამავე დროს ბევრი ადანაშაულები და ფრანცისკეს რომ არის დიქტატორი ანუ რასაც უნდა იმას აკეთებს ნუ ამ აზრით მაგალითად ივანე პავლე მეორე როგორი იყო ძალიან კოლეგიალური იყო ყველას უსმენდა მე იღებდა გადაწყვეტილებას მაგრამ ვერავინ ვერ იტყოდა რომ მას არ მოусმინა აი ფრანცისკესთან თითქოს უსმენდა მაგრამ საბოლოოდ მიიღებდა მარტო გადაწყვეტილებას როგორც მას სურდა და სხვათა შორის ძალიან არაპოპულარული ეკლესიაში თვითონ შიკლით საკმაოდ არაპოპულარული გადაწყვეტილებები აქვს მიღებული მაგალითად ერთ-ერთი მისი მხარდაჭერი ამერიკაში ნუნციუსი კარდინალი ვეგანო განკვეთა საერთოდ ეკლესიიდან ზიარება კაცაკრძალული რომელიც თავიდან მისი მომხრე იყო მაგრამ როდესაც აი რაღაც გარკვეული თემები დააყენა განსაკუთრებით ეს ეხება გაშორებულთა ზიარების საკითხი და ცელიბატის საკითხი და მთელი საკითხებისა ვეგანო მიწერა ღია წერილი მკაცრესი საშინელი წერილი ფაქტობრივად დაადანაშაულა იმაში რომ ფაქტობრივად ვეგანური ვეგეტარიანული დაადანაშაულა იმაში რომ ფაქტობრივად არის უზურპატორი და გასულია სამართლებრივ ძალიან ესეთ მომენტები იყო. რაც შეეხება 4 კარდინალს რომელიც დავასახელე. ეხლა სხვა იმაზე გურამი ჩართო. ეს ინკლუზიური კაპიტალიზმის ძალიან საინტერესო. ხო და აი ამ ინკლუზიური კაპიტალიზმის თემაზე მინდა ზუსტად რომ ესე იგი ზაზას მაინც გასაგებისეს და გამოერიდება საუბარი არ ვიცი. არა მე უბრალოდ მე რისკმა მინდა რომ შეთქვი ეხლა მოდი გურამს კითხოთ. მე გავაკეთებ ისტორიულ არჩევნიაზე. ერთი წუთი. ძალიან მოკლედ რეზუმე მინდა გავაკეთო. რეზუმე გავაკეთებ. ერთი წუთი. ესე ნახეთ. ერთი რეზუმე აქვს. ესე იგი რაც არ უნდა ვთქვათ, ფრანცისკი იყო ერთ-ერთი ამოკვეთილი აპოლოგეტი ინკლუზიური კაპიტალიზმის არა ისე ვიმეორე. ეს არის ფაქტები მე რასაც. არა საბჭო შეიძლება სოციალისტი იყო კაცი კომუნისტი იყო ამის. ინკლუზიური კაპიტალიზმი სოციალისტი. აღარ დახარჯო პირდაპირ ისტორიულ ერთი წუთით. ის რომ ის ეკუთვნებოდა იეზუიტებს ესეც ამდენად ეს მისი ლიბერალური შეხედულებები და ეს პოლიტიკა ახორციელებდა ესეც
იმანენტურია, ხო? ეს არის ბუნებრივი პრინციპში ამ ორდენისთვის. ერთი წუთით. ის რომ გახდა ფრანცისკე, ანუ ფრანცის ძალიან რთული ორდენი არ არის ეგრე მარტივად. ერთი წუთით ფრანცის კონგრეგაციას კანონებსაც შეეხებათ, ხო? აქაც ორგანულია, ხო? ანუ ეს იცავდა ღარიბებს, აი მარგინალურ თემებს, ის ამბობდა რომ არც ერთი ადამიანი არ უნდა არსებობდეს საზოგადოების მიღმა, აქედან სექსუალური უმცირესობების დაცვა, აქედან დაცვა ღარიბების, ხო? აი ეს ყველაფერი და აქვე არის ინკლუზიური კაპიტალიზმის თემა, რომელიც ზუსტად რომ გულისხმობს იმას, რომ მარგინალი არ უნდა არსებობდეს და ყველა უნდა სარგებლობდეს რაღაც გარკვეული სოციალური გარანტიებით. ამ თვალსაზრისით მე მგონი რომ აბსოლუტურად ორგანული იყო ეს მისთვის. როგორც მემარცხენე სამხრეთ ამერიკელი კულტურის შვილისათვის ესე გაგებული თუ ეს არის ინგლისური კაპიტალიზმი მაშინ რა თქმა ეგეც შეგვიძლია მოდი ახლა გურამს კითხოთ როგორ ესმის ეს თემა ანუ მე ჩემ როგორც ეპშტეინის კუნძულის რაღაც შეთქმულება შეესაბამება ჩემ ესე ვთქვათ პირად ძალიან სუბიექტურ შთაბეჭდილებას ვიტყვი, იმიტომ რომ სმენდელისთვის ეს ტერმინი პირველ რიგში არის ცოტა უცხო, რას ნიშნავს ეს ინკლუზიური კაპიტალიზმი, ამიტომ ცოტა მეტი სიტყვა დავხარჯოთ ამ თემაზე. პაპი არის რა თქმა უნდა ყველაზე გავლენიანი კლერიკალი მთელ მსოფლიოში, ხო? ამხელა დენომინაცია კათოლიკური სამყარო, მისი პოლიტიკური და სულიერი გავლენა არის უდიდესი. კაპიტალიზმის გავლენაზე რომ ვილაპარაკოთ, აი ცოტა ისტორიულ წიაღსვლაში შეიძლება წავიდეთ. რა თქმა უნდა, ეს უკავშირდება გეოპოლიტიკურ დაპირისპირებასაც, ხო? 1960 წელს მაგალითად ჯერ არის სამყაროში შექმნილი ვითარება, როდესაც საბჭოთა სისტემა მოწყობის, რაც გულისხმობს, რა თქმა უნდა, ღირებულებათა სისტემასაც, ეკონომიკასაც და ბევრ რამეს კვეთრად არის დაპირისპირებული დასავლეთთან, ხო, მაგრამ სადღაც გადის კიდევ უფრო მეტი გამწვავების ზღვარი. ეს 1959 წელს იყო ხრუშჩოვის მოგზაურობა ამერიკაში, 1961 წელს, რომელსაც მან უკვე ჩაიტარა თანამგზავრის მიერ თვარიდან ჩამოტანილი რაღაცა სინჯი, წინ არის კიდე ადამიანის გაფრენა თორეში და ეს კონკურენცია ამ ორ სისტემას შორის, რომელი უკეთესია. ჩვენ მოსწავლეებმა უნდა იცოდეს, რომ 60-იანი წლებისთვის ეს ჯერ კიდევ დღის წესრიგში. ეხლა ჩვენ უკვე მივეჩვიეთ პოსტცივი ომის ხანაში, რომ რა თქმა უნდა საბჭოთა კავშირი დამარცხდა, შემდეგ თემა რიგმა მედია საშუალებებმა ფართო კამპანია გაშალეს იმისათვის, რომ ყველაფერი ცუდი იყო და ის იყო ბოროტების იმპერია და იქ არაფერი არ შექმნილა და ასე შემდეგ და ამაზე იმიტომაც ხდება დღეს ის რაც ხდება, რომ ესეთი ძალიან გადახრილი წარმოდგენა ყველაფერზე, ანუ ისტორიას მთელი სისავსით არ გამიხილავთ. თავისი კარგი და ცუდი და არა ეს უნდა მოხდეს მკვეთრი გაყოფა ცუდის და კარგის. საბჭოთა კავშირში ყველანაირად მიდენილი არის ამ უარყოფითის ხარჯზე და პრაქტიკულად ხდება ისტორიისგან მისი წაშლა. საბჭოთა კავშირი ცდილობენ რომ გაიაროს და ჩვენ მათ შორის ადამიანებმა ვინც იქ დავიბადეთ ის ბედი და ის სცენარი რაც მოხდა დამარცხებული გერმანიის შემდეგ, ხო, ეს დენაციფიკაციის, დესოვიეტიზაციის პროგრამის მსხვერპლად ჩვენ ბოლო 30 წლის განმავლობაში. 60-იან წლებში ესე არ იყო, ხო, 60-იან წლებში ეს ჯერ კიდევ კითხვა იდგა და ვითარება რა თქმა უნდა გამძაფრდა. გამძაფრდა იმით, რომ 61 წლის აგვისტოში დაიდგა ბერლინის კედელი, ანუ რკინის ფარდა კიდევ უფრო მჭიდროდ ჩამოესვა და იწყება უკვე ნამდვილი ცივი ომი, გამალებული კონკურენცია ერთმანეთის წინააღმდეგ. აი ეს გაყოფილ სამყაროში თავისი ყველა აქედან გამომავალი შედეგით. რა თქმა უნდა, პირველ რიგში ფრონტის ხაზი გადიოდა ეკონომიკაზე. ვინ უფრო კეთილდღეობის მოდელს შექმნის თავთავისი მოსახლეობისთვის და აქ უნდა ითქვას, რომ პირველ რიგში რომ რაღაც ერთგვარად რეფორმატორი ხრუშჩოვი ძალიან მალე 60-იანი წლების დასაწყისშივე ჩამოაცილეს მმართველობას, მოდის ბრეჟნევი, მოდის ის პოლიტბიურო, რომელიც ჯერ კიდევ სტალინის დროიდან ახსოვთ, ეს არის დაღლილი ადამიანები, ეს არის რომელთაც აღარ უნდათ ეს ერთმანეთის დაპირისპირება ერთმანეთთან და ამდენი რეპრესია და ბრეჟნევი პოულობს იდეალურ ფორმულას, ბალანსის იდეალურ წესრიგს, როდესაც მან უნდა დააკმაყოფილოს ამ პოლიტბიუროს წევრები და თან არაფერი არ შეცვალოს, ესე ვთქვა და ეს შექმნილი რაღაცა დიდი საბჭოთა იმპერია უბრალოდ უნდა აგორავს. 1975 წლისთვის მისი ადამიანური ძალები უბრალოდ ამოწურულია და იწყება ღრმა კრიზისი, ანუ
ქვეყნის ხელმძღვანელობა ბერდება, რეფორმის საშუალება არ არის და ისაც მოგვიანებით ჩინეთი მიხვდა დენ სიაოპინის დროს და დაიწყო კომუნისტური სისტემის ქვეშ ეკონომიკური რეფორმა, საბჭოთა კავშირი ამას ვერ მიხვდა კიდევ 10 წელი მაინც, ანუ ძალიან დაგვიანდა და როცა დაგვიანდა და როდესაც მთლიანად შეიცვალა პრაქტიკულად ეს პოლიტბიურო, როცა მიხვდნენ უკვე აღმოჩნდა ძალიან გვიან. აი მთელი ამ პერიოდის განმავლობაში დასავლეთში ხდება პირიქით ეკონომიკური აღმავლობა და იქმნება ის საშუალო კლასი, რითიც ხდება კვიდრდება თეორია, რომ კი აი დემოკრატია, ანუ ეს უკავშირდება ეკონომიკური აღმავლობა და უთანასწორობის დაძლევა, სწორედ რომ ეს არის დემოკრატიული მოდელის ბრალი. ეს გაუთანაბდა ერთმანეთს, გადააბეს ეს ყველაფერი ერთმანეთს, ხო? შემდეგ, როდესაც საბჭოთა კავშირი ინგრევა, ბუნებრივია, რომ ეს ხარ, ანუ დემოკრატია და კეთილდღეობა გათანაბრდა ადამიანის წარმოდგენაში და ჩვენ ბუნებრივია, რომლებიც ზოგადად საბჭოთა კავშირის, იმიტომ რომ ის რაღაც ერთგვარი ეროვნული იდენტობის საშუალებას გამოვლენას ბოლომდე არ გვაძლევდა, ბუნებრივია მივტრიალდით მთლიანად დასავლეთისკენ. ცივი ომის შემდეგ და როდესაც ეს იხსნება და ეს ამხელა სისტემა ინგრევა და ერთ მეორეს მხრივ ჩვენ ყავს დასავლეთი, თავის იმ კაპიტალისტებით, იმ სტრუქტურით, რომელიც პირველ რიგში ვისაც ემსახურება, ეს არის კაპიტალისტები, სადაც ადამიანების კეთილდღეობა წაახალისა საბჭოთა სისტემასთან კონკურენცია, იმიტომ რომ მათ უნდა ეჩვენებიათ, იქ ძალიან ბევრი მემარცხენე ტენდენცია იყო ხა იტალიაში, საფრანგეთში, სხვაგან ვიცით ეს ჩვენ და ისინი რეალურად წერდნენ, ხო ამას ვიცი რა, იქ სხვანაირი არის ცხოვრება, მათ უნდა ეჩვენებიათ, რომ არა, ჩვენ შეგვიძლია უკეთესი ცხოვრება შევქმნათ. მე გახსოვს კიდევაც რეიგანის ანეკდოტები, რომელსაც ყვებოდა, რომ იმ ძალიან სასაცილოდ აღწერდა, რომ და საერთოდ საბჭოთა კავშირი ანეკდოტების ქვეყანა იყო მithume 80-იან წლებში, იმ ყოფას აჩვენებდა ამერიკელებს თუ რა ხდება იმაში, რა ქვია, საბჭოთა კავშირში როგორ ცხოვრობს ადამიანები, მათი ესე ვთქვათ, ნემეზისი მოწინააღმდეგე და აი რა კარგი ცხოვრება მოიყვანა მან უკვე 8-9 წლის განმავლობაში ამერიკაში. ანუ ეს კონკურენცია 80-იან წლებში რაღაცა გამძაფრდა, რა თქმა უნდა, რეიგანის სრულიად მემარჯვენე პოლიტიკა, ეს ზრდა განაპირობა ისე ვთქვათ. მაგრამ სოფლიოში უკვე დაგროვდა კაპიტალი და პოსტცივი ომის პერიოდში დღის წესრიგში დგება, რა თქმა უნდა, გლობალიზაციის საკითხი, იმიტომ რომ მთელი ეს მოცარეელებული სივრცე ბუნებრივია, რომ ძალიან კარგი მიზიდულობას წარმოადგენს იმისათვის, რომ ეს კაპიტალი შევიდეს, ახალი მომხმარებლები მიიღონ და იქ დაგროვილი რაღაცა ერთგვარი დოვლათი ძალიან მარტივად ხვდება სხვადასხვა ადამიანების განკარგულებაში. და პირველ რიგში, თუნდაც ადგილზე რო ადამიანი იმას შენარჩუნება ჭირდება და ეს არის რა თქმა უნდა საბანკო სისტემა. საბანკო სისტემა, რომელიც შედის და მთელი ეს პოსტსაბჭოთა სამყარო დღეს რა თქმა უნდა არის ერთიან საბანკო სისტემაში მოცემული, რაც ნიშნავს კაპიტალის ძალიან თავისუფალ მიმოქცევას. ეს ხანა, რომელიც დაიწყო 90-იანებიდან, ხო? აი ამ პერიოდიდან უკვე განუხრელად იზრდება განსხვავება დიდარსა და ღარიბს შორის. რა თქმა უნდა, საშუალო კეთილდღეობის დონე მაიწია, მაგრამ პარალელურად უფრო და უფრო შესაძლებელია, რომ საშუალო ფენის რაოდენობა კლებულობს და ღარიბები სადაც უფრო ღატაკებიც არიან, ცხადია. მიუხედავად იმისა, რომ ყოველწლიურად 8 მილიარდ ადამიანში გასაშუალებულად რომ შეადარო, კეთილდღეობის კოეფიციენტი გაზრდილია, მაგრამ ამავე დროს ძალიან დიდი არის სხვაობა ძალიან მდიდრებსა და ღარიბებს შორის. და ეს საშუალო ფენა, რომელიც შეიძლება შიგნით არსებობდეს, უფრო და უფრო პატარავდება, ხო? მდიდრები ხდებიან კიდევ უფრო მდიდრები და ღარიბები უფრო ღარიბები. აი მის პიკი არის 2008 წელი. როდესაც აი პრაქტიკულად ფინანსური манипуляციებით, საფონდო ბირჟებით, აი ამ გვაჭრობით უდიდესი არამატერიალური კაპიტალი და უშუალებელი ფული გროვდება და ამის პიკი ალბათ არის კრიპტოვალუტა, ხო, საერთოდ ურთულესი წარმონაქმნი, რომელიც შექმნილიც კი ინკოგნიტოა, წარმოიდგინე რამხელა ფული და რამდენი ტრილიონი ტრიალებს მთლიანად აი ამ გამოგონილ სექტორში, ხო ესია. ამიტომ აი ეს ფინანსური პირამიდები, სადაც დასავლეთი თავის კეთილდღეობით ახერხებს, რომ შექმნას ესეთი ზედნაშენი დოვლათი, ბუნებრივია, ქვევით დგას რაღაცა უკვე ახალი ტიპის კოლონიებში, სხვადასხვა სახელმწიფოებში, რომელიც პირდაპირ აღარ არის დაპყრობილი, მაგრამ ფინანსური კაპიტალი და ძალით ის პრაქტიკულად დაპყრობილია, იქ ხდება ამის მუშაობა და კეთილდღეობრივი დოვლათი მიედინება ესე ვთქვათ, განვითარებულ დასავლურ ქვეყნებში. 2008 წელს დიდი ფინანსური კრიზისია, რაღაც ეს ბუშტის ხდება, ამ შემთხვევაში ამერიკაში, ეს იპოთეკური კრიზისი და გადაედება სხვა ქვეყნებსაც. აი, რაც შენახსენე ინკლუზიური კაპიტალი, როდესაც მათ დაინახეს ეს პრობლემა და მაშინ და ძალიან ბევრი და კარგი სოციალისტ ფილმიც არის ამაზე გადაღებული, რა გააკეთა მაშინ ამერიკის ხელისუფლებამ, როცა დადგა ეს საკითხი, რომ ჩამოშალონ, იმიტომ რომ დასავლეთია კაპიტალიზმია. შენ წააგე, გაკოტრდი, მორჩა. მაგრამ არა, ის მიხვდნენ, რომ არსებობს ეგეთი ტერმინი, რომ
too big to fail. ანუ იმაზე დიდია, რომ ის დაეცეს. ანუ იმის დაცემა ეს არის კოლოსი. არ შეიძლება. ამიტომ ის გადავარჩინოთ. და ამიტომ მილიარდები ჩაასხეს, არა მარტო მილიარდი, ძალიან დიდი ფული და ეს ფული ჩაასხეს უსამართლოდ, იმიტომ რომ მთელი მენეჯმენტი ვინც იყო ამაზე პასუხისგებელი, უდიდესი ქარხნები, კომპანიები, ბანკები, მათ ეს გადაარჩინეს და რასთავარია ეს ბეილაუთი, ანუ ის ფინანსური კომპენსაცია, რაც ითვალისწინებდა CEO-ების კონტრაქტი მათ ეს მისცეს. ანუ ეს ხალხი გაკოტრებული, აი ის საქმე გააფუჭეს, მაგრამ თავის კონტრაქტების თანახმად უამრავი მილიონი წავიდა სახლში, ხო? და ის სხვადასხვა გაიტნერი და სხვადასხვა ანუ ფინანსთა მინისტრი ამერიკის ეს ფედერალური სარეზერვო ბანკის დირექტორი და ასე შემდეგ, ყველა ესენი იყვნენ ობამას გარშემო, რომელთაც ობამას გადაწყვეტილება მიაღებინეს. ამას მოყვა ოკუპაი უოლ-სტრიტი და ამას მოყვა ის უსამართლობის ძალაური განცდა, როდესაც რის ტალღაზეც პირველად მოიგო დონალდ ტრამპმა თავისი არჩევნები, იმიტომ რომ მათ ამერიკაში პირველად დაინახეს ეს დიდი უთანასწორობა. აი ზუსტად ამ დროს იწყება ეს მოძრაობა, კონცეფტი ამ ინკლუზიური კაპიტალიზმის, რომელიც ჩვენ გარკვეულწილად აღწერე, მაგრამ ზუსტად ამას ნიშნავს. ხვდებით, რომ აი ამ ძალიან დიდრებმა თქვეს, რომ არ იცით, ჩვენ კი ვართ კაპიტალისტები, მაგრამ მოდი გავხადოთ ეს ინკლუზიური, ანუ რაღაცა წესებზე შევთანხმდეთ, ეს იყო პირველ რიგში აი ამ ძალიან ვიწრო კლუბის მიერ თავდაცვის კიდევ ერთი მექანიზმის გამოგონება, რომ მათ რო სადღაც არ მიადგნენ, მათ ეჩვენებიათ ადამიანური სახე. გურამ, უკაცრავად ერთი ჩანართი მინდა გავაკეთო, მე გამორჩა ერთი ნიუანსი, მართალია ეს ნიუანსი, მაგრამ ჩემი აზრით არის ძალიან მნიშვნელოვანი. როდესაც არის საუბარი სოციალურ შეთანხმებაზე, ანუ კორპორაციებსა და მოსახლეობას შორის, კორპორაციები, ну გარდა იმისა, რომ ეუბნებიან, რომ თქვენ გექნება გარანტირებული ბაზისური შემოსავალი, სხვათა შორის ფინეთში იყო ჩატარებული ექსპერიმენტი, მე მოულოდნელად შეწყდა 6 თვის განმავლობაში გარკვეული ჯგუფი ადამიანების, დაახლოებით 5000 ადამიანი, სოციალურად დაუცველებიდან, ну ფინური სტანდარტებით, ხო? იღებდა, მე მგონი ყოველ თვე იღებდა 800 ევროს და ესე იგი სამაგიეროდ ამ 800 ევროში შედიოდა ასევე დაზღვევა და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ნუ მოკლედ მეტნაკლებად ამ ექსპერიმენტების შედეგად აღმოჩნდა, რომ ეს გარანტირებული 800 ევრო ერთ ადამიანზე აღმოჩნდა, რომ ეს 800 ევრო ეს შემწეობა დიდ რაოდენობას ამ ადამიანებს მისცა დამატებითი ბიძგი მოტივაცია სამისოთ, რომ სხვა დამატებითი სამუშაო მოეპოვებინათ, მოკლედ და რაღაც გარკვეული ევოლუცია ამ ვერტიკალურ მობილობაში გამოჩნდა. მოკლედ, რისი თქმა მინდოდა, გარდა ბაზისური შემოსავლისა, კორპორაციები ეუბნებიან საზოგადოებას რას? თქვენ ეს ყველაფერი გექნებათ, ოღონდ თქვენ არ გექნებათ თქვენი საკუთრება. თქვენ მიიღებთ საცხოვრის, მაგრამ ეს არ იქნება თქვენი საცხოვრისი, ამიტომ ვადარებ საბჭოთა კავშირს. თქვენ არ გექნებათ, ანუ ყველაფერი გექნებათ აი იჯარით, ნასესხებით და ასე შემდეგ. ცხოვრების ბოლომდე, თუ კი დაემორჩილებით ამ წესებს, თუ კი შეთანხმდებით ერთად, რომ თქვენთვის ეს ცხოვრების წესი მისაღებია. აი ამის დავიგე, მაგრამ ეხლა შენ ძალიან ქვევით ჩახვედეს თუ დემოკრატიულ დონეზე, მაგრამ პირველ რიგში ეს შეთანხმება არის ძალიან მსხვილი ქონების პატრონები. რა თქმა უნდა, კი. იყო ერთი ესეთი ქალი, ეხაც არსებობს, ხო, ლინ ფორესტერი, რომელიც თავის დროზე ისინჯერმა დააქორწინა როჩილდებზე, რომელიც გვარაცაც ატარებს, ამ ოჯახის წარმომადგენელია და რაც თავარია, ის აი ამ ინკლუზიური კაპიტალიზმის მოძრაობას ის ამას მართავდა ამ 2014-15 წელს, მაგრამ ეს 2008-9 წლიდან იწყება ეს ამბობი, რომ მათ დაინახეს, რომ საჭირო არის ეხლა ახლებურად საზოგადოებასთან შეთანხმება. ამიტომ აი სადაც მოხდა ასთა სხვადასხვაობა, მე ცოტა განსხვავებული აზრი, ჩემი აზრით, მაშინ როდესაც გადადგა უკვე ბენედიქტე მე-16 არ შეიძლება აქაც შეიძლება წავყვეთ კონსპირაციას, იმიტომ რომ რაღაც მომენტში აი ის გამგზელებელი იოანე პავლე მეორის საქმის და ესეთი თეოლოგია აღარ იყო საჭირო იყო სწორედ ესეთი ადამიანი. სწორედ მემარცხენე აი ესეთი რაღაცა სოციალისტური წარმოდგენების დიდი ემპათიით, რომელიც არ იყო ბენედიქტე, რომლისთვისაც ამ იდეის მიყიდვა, რომ შეხედე ჩვენ ვართ, ვისაც ფული გვაქვს, მაგრამ ჩვენ გვინდა სულ სხვა ტიპის მიდგომა. ჩვენ კაპიტალისტები დღეს გვინდა ეს ინკლუზიურობა. 2020 წელს ხდება ეს შეთანხმება, რაც იძახი ვატიკანსა და აი ამ ინკლუზიური კაპიტალიზმის მოძრაობას შორის 2020 წელს და მანამდე მთელი ეს პერიოდი ამ ხალხმა გაატარა იმაში, რომ თავისი მედია მხარდაჭერით ისინი უზრუნველყოფდნენ ამას, აბა გაიხსენეთ, პაპი როგორი პოპულარული გახდა. ეს
ქალი რაც მე ვახსენე, რომელიც ფლობს ჟურნალ ეკონომისტ და ეკონომისტის სახლს, აქ ძალიან დიდი მედია საშუალებები გადის და პაპის ეს თანამედროვე ლიბერალური რაღაცა იმიჯის ფორმირება ბუნებრივია მედია მხარდაჭერით მოხდა. 2013-დან ხო 7 წლის განმავლობაში მათ სავსებით წარმატებით მიიყვანეს ის საქმე, რომ ის დაარწმუნეს, რომ ეს მართლაც კარგი კონცეფტია. ეს არის რაღაცა უკვე დიდი სამშვიდობო შეთანხმება კაპიტალისტებსა და ხალხს შორის, რომ ჩვენ გვინდა მათზე ზრუნვა. იმისათვის, რომ ეს კაპიტალი იყოს დაცული პირველ რიგში, რომელიც მოწყვლადი არის, იმიტომ რომ მათ ნახეს, რომ ეს მოძრაობები შეიძლება სოციალიზმი და კომუნიზმი აღარ ექნეს, მაგრამ ეს პოპულარული მოძრაობები ამერიკაში პირველ რიგში დაიწყო და ჩვენ გვახსოვს რამხელა კუდიანებზე ნადირობა ახლდა 30-იან წლებში კომუნისტების წინააღმდეგ კამპანიას, ხო? იმიტომ რომ ყველგან ეძებდნენ, იმიტომ რომ ეს არის სრულად მიუღებელი ამერიკული სახელმწიფოს, რომელიც თლიანად დგას კაპიტალიზმში. და ეს კაპიტალიზმი, რომელიც დღეს გახდა ძალიან დიდი, მათ პრაქტიკულად 7 წლიანი კამპანიის შემდეგ ხელთ იგდეს რომის პაპი და ბუნებრივია მასთან ერთად ითანამშრომლებს. მაგრამ ეხა უსაზღვრო არაფერი არ არის, კაცი ამოიწურა უბრალოდ, დაბერდა და აღესრულა წინვალი შვიდეულში სხვა შორის, რაც ძალიან სიმბოლურია. მაგრამ ეს მართლმადიდებლებისთვის არის, მე მგონი კათოლიკებისთვის ამას არ მნიშვნელობა არ აქვს. შეიძლება აქვს. იქაც იქნება მსგავსი. ჩვენ საერთოდ ძალიან ბევრი გვაქვს საერთოდ. განსხვავება არის ერთადერთი მართლმადიდებელი არის კათოლიკე, რომელიც პაპს არ აღიარებს და თავისი პაპს კათოლიკოსს. ხო, ამიტომაც სხვათა შორის ვინც უყურა პაპის ცერემონიალს რახანის და დადგენილი არის კონსტანტინოპოლის პატრიარქი, როგორც მეორე იერარქი პაპის მერე, შესაბამისად პაპი გარდაცვლილია, იდგა პირველი აი ცერემონიაში ღია საკურთხეველში, ხო? ძალიან მნიშვნელოვანი რა არის, მაგრამ ამასთან ერთად ეს ინკლუზიური ორი წუთი მტირდება. მე პირიქით იმის თქმა მინდა რომ ესე იგი ჩვენ საინფორმაციო წამყვანს ზურას გადაიცით რომ გადავაცილეთ ბუნებრივია და გავაგრძელებთ, დაგჭირდება კიდე ალბათ 20 წუთი ამდენად ნუჩქარო. ამიტომ სად მინდა რომ მივიყვანო აი სწორედ ამ ტიპის გაერთიანებისთვის მნიშვნელოვანია როგორც აი ესეთი ტიპის გავლენები, ასევე გავლენა სახელმწიფოებსაც. იქ იმას აუცდით იმ ხას, როცა იოანე პავლეზე იყო ლაპარაკი, წარმოიდგინე იმ დროს ეხლა ისტორიული პატარა ექსკურსიც გავაკეთე, 70-იანი წლების მიწურულს პოლონელი პაპის არჩევა, როდესაც გამძაფრებულია ეს ცივი ომი პრაქტიკულად თავის პიკშია და უამრავი პროქსი პირველი არა იტალიელი პაპი აზიაში და ცხადია რომ კომუნიზმის რღვევა 1980 წლიდან დაიწყო და იქაც ძალიან დიდი იმიჯი ფორმიდა ხო პაპს ესროლეს მერე პაპი მივიდა ციხეში იმ თურქს შეუნდო ანუ ეს ძალიან დიდი ის იყო რა ქვია ეს პიარი ჩატარებული ამ კუთხით და ცხადია რომ იქიდან დაიწყო მე შემდეგ ის პერიოდი რომელიც მან გაფორმდა მაგრამ აი გავლენის მაგალითად ყველაზე მკაფიო მაგალითი რაც შეიძლება და როცა ჩვენ ვლაპარაკობთ deep state-ზე და ხშირად დგას ეს კითხვა და ახალი ტერმინია და არის აი ეხლა რაც აღწერს სწორედ ეს ყველაფერი იგულისხმება deep state-ში ეს ფარული გავლენები ამ ფარული გავლენები კლაუს შვაბი ეს მონეტარისტები ლიბერალები ეს არის ფარული ინტერესი რომელიც ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მახასიათებელი მექანიზმი არის რომ ამ პროქსი ძალებით მოიპოვონ გავლენა ეხლა შენ წარმოიდგინე საქართველოს რა ტიპის მესამე რიგის ქვეყანას განეკუთვნება რომ უამრავი ევროპელი ხელისუფალი როჩილდების ბანკში მუშაობდა მაკრონი BlackRock-ში მუშაობდა მერცი. ყველა ეს არის ჩვეულებრივი CEO, აი ვიკროიკაზე რო იტყვიან, ხო, ვიზუალურად შეწყობათ რაღაცა კლეუკული ჩაცმულობა, რომლებიც ასრულებენ, ემსახურებიან სწორედ ამ ინტერესებს, იმ ღრმა ინტერესებს, რაც იქ არის ჩადებული. ეს არის კაპიტალის ინტერესები, რა თქმა უნდა, რომლისთვისაც მნიშვნელოვანია, რომ ქვეყნებზე უნდა იყოს წოდომა, უნდა ვრცელდებოდეს მათი ფინანსური ჰეგემონია და ის ქვეყნები უნდა ემორჩილებოდნენ იმ დღის წესრიგს, რომელსაც ითხოვს შემდგომი განვითარების დრამატურგია. და რა თქმა უნდა, პირველ რიგში ინტერესის საგანს წარმოადგენს რუსეთი, როგორც ყველაზე დიდი რესურსებისა და რაღაცა ტერიტორიის მქონე ქვეყანა. საქართველოს პატარა მაგალითზე კარგად ჩანს ეს როგორ ვითარდება და როგორ განვითარდება. იმიტომ რომ ჩვენ ლაპარაკი გვაქვს, აი მაგალითად ეხა ისე რომ დაუბრუნდა 2 წუთში დავამთავრებ იმაზე რა ქვია, პაპის გასვენება. ჩვენ ნახეთ რამხელა აჟიოტაჟი მოყვა დონალდ ტრამპის ინაუგურაციას ვინ ჩავა როგორ სალომე ზურაბიშვილი მე ჯერ კიდე რაღაც პრეზიდენტი იყო თუ აღარ იყო მაგრამ მაინც როგორ ჩავიდა და იგივე გამეორება იყო დღის წესრიგში რომის პაპის გასვენება. სალომე ზურაბიშვილი რომელიც ერთის მხრივ ჩვენ ვხედავთ უკვე პრაქტიკულად რესურსამოწურული ადამიანი აი ამ deep state-ურმა გავლენება ჩაიყვანეს მაკრონის პარტიის ყრილობაზე
გამოიყვანეს სიტყვით და იქ მონათლეს და თქვეს რომ ეს ადამიანი არის ახალი ნელსონ მანდელა, ამის დანიშნულება არის მხოლოდ ერთადერთი. მას მისცენ აი ამ ფორმატზე თქვით მოასუქონ, მას მისცენ ის იარლიყები, რომელიც ადგილობრივ აქაურ რაღაც 3 მილიონიან აუდიტორიას წარმოუდგენს მათ რაღაც ერთგვარი მანდატით აღჭურვილ ადამიანად. მაგრამ ეს ხდება იმის ფონზე, როდესაც მარი ლეპენი არის პრაქტიკულად ჩამოშორებული აი ამ საპრეზიდენტო მარათონს, რომელიც უნდა გაიმართოს 2 წელიწადში. პრაქტიკულად არის, დაპატიმრებული ჯერ არ არის, მაგრამ სისხლის სამართლის საქმე არის აღზრული და აი ეს კიდევ ერთხელ მეტყველებს იმაზე, თუ რომ დღეს თამაშის წესები არც თუ რა შეცვლილია. ეს თამაშის წესები თურმე არ არსებობდა. უბრალოდ დასჭირდათ ახლა და აკეთებენ ყველაფერს. მაგრამ რომის წმინდა საყდარი არის ძალიან 2000 წლოვანი ინსტიტუცია. იქ ესე ძნელია შეცვალ. კი, შენ შეიძლება კონკრეტულ პაპთან რაღაცა შეთანხმებას მიაღწიო, მაგრამ მე როგორც ცნობილ ფილმებშია, პაპი აღარ არის, შეთანხმებებიც აღარ არის. ხო ეგეთი, როგორც ტრამპი executive orders რო გამოსცემს პრეზიდენტი აღარ იქნება ის უქმდება, ამიტომ მნიშვნელოვანია კანონმდებლობაში ჩადება. შესაბამისად, აი ამ ინსტიტუციაში თავის ტრადიციის თანახმად, იქ უკვე არანაირი მაკრონობა, სალომე ზურაბიშვილობა, ხელოვნური ფიგურების გამოძერწვა აღარ მოხდა, ლეგიტიმური პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი იყო წარმოდგენილი იმ ადგილას, რა ქვია, ფროიდი მაგარია. ფროიდი მაგარია. ფროიდი თუ მაგარია, მაშინ გურავს თუნდაც აქ საკუთარ. მიხეილ სააკაშვილის ის იმაში რა ქვია. მივამე. ეგ სამწუხაროა დაზუსტება იყო. კარგი, მოდით, ანუ ძალიან საინტერესო იყო რა ეს მონოლოგი გურამის, აბსოლუტურად ვეთანხმები იმაში, რომ 60-იანებში კი 70-იანებშიც კი საეჭვო იყო თუ რომ სისტემას გააჩნდა უპირატესობა, მაგალითად 60-იანი და 75 წლამდე დაახლოებით საბჭოთა კავშირს ჰქონდა სამეცნიერო ტექნოლოგიური უპირატესობა, ის რომ პირველი სატელიტი იყო გაშვებული საბჭოეთის მიერ, ის რომ პირველი კოსმონავტი აფრინდა. ეს ყველაფერი არის, რა თქმა უნდა, ამ ქვეყნის მეცნიერების განათლების სისტემის დამსახურება და რა თქმა უნდა ეს კონკურენტული უპირატესობები ჰქონდათ და იქ საეჭვო იყო ვინ დამარცხდებოდა 70-იანების დასაწყისში საერთოდ ენერგეტიკული კრიზისი რო აწყდა იქ პანიკა იყო დასავლეთში ეს შემდგომ უკვე 70-იანების შემდეგ შეიქმნა კონვერგენციის თეორია დაახლოება კაპიტალიზმისა და სოციალიზმის და გურამს იმაშიც ვეთანხმები, ანუ კაპიტალიზმის ისტორიას აქვს რამდენიმე კრიზისი. ერთ-ერთი ეს თვალსაჩინო კრიზისი 2008 წელს, როდესაც მიხვდნენ, რომ ეს ექსტენსიური განვითარება არის სახიფათო. შეუძლებელია შენ რაღაცა ადამიანს აიძულო რაღაც ერთი წლის განმავლობაში იყიდოს 3 არეცხი მანქანა, 5 ტელევიზორი, რაღაცა ავტომობილი და ასე შემდეგ. ეს ფთავდება. და რა კი ეს მთავრდება და ეს ამოხმარებლო კულტურის კულტივირება, ეხლა უკაცრავად ტავტოლოგიისთვის, ეს დაუსრულებელი პროცესი დააქცევს ნებისმიერ ეკონომიკას. და როდესაც ქვეყანა ეძებს დამატებით ბაზრებს, რაც ეხლა ვხედავთ ტრამპის შემთხვევაში, ხო, ესეც კონფლიქტის შემცვლელია და ყველა მსოფლიო ომი სწორედ აი ამ მიზეზით იყო განპირობებული. გერმანია სწორედ რომ თავის ტერიტორიებს ეძებდა კოლონიებს, რაც გაასაღებდა თავის პროდუქციის, რომლის რეალიზაციის საშუალებას ინგლისელების არ აძლევდა სხვათა შორის, იგივე ტარიფების მეშვეობით. ამდენად და კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მომენტი. ბენედიქტეს წასვლა ეხლა რამდენიც საზა რა თქმა უნდა არ დამეთანხმება, მაგრამ ძალიან მოულოდნელი იყო. ეს იყო მრავალი რაღაცა ასეული წლის განმავლობაში პირველი შემთხვევა, როდესაც ნებაყოფლობით გადადგა მართლაც არაჩვეულებრივი მოაზროვნე და ფილოსოფოსი. მე მაგალითად ეს დიალოგი სეკულარიზაციის შესახებ ჰაბერმასთან მაგწაკითხული არაჩვეულებრივი, სადაც სხვათა შორის ამ პრობლემებზე საუბრობდნენ ლიბერალიზმის, აი ამ ზედმეტის სეკულარიზაციის საფრთხეზე. და ჯერ კარდინალობის პერიოდში. კარდინალობის პერიოდში, კი ბატონო. და დგება მომენტი, როდესაც მოდის ფრანცისკი არის გაქანებული ესე იგი ეს უკვე გაფრონდა ეს დოქტრინალურად ეს ინკლუზიურობა კაპიტალიზმის, არის ობამა, არის კლინტონი და ასე შემდეგ და აი სინქრონიზაცია ხდება აი ამ ესე იგი პათოსის და გაძლიერება. ახლა ხედავთ რას?
მოდის იმარჯვებს, როგორც შენ თქვი, იმარჯვებს ტრამპი და ეს პირველი დიდი საფრთხეა გლობალური ლიბერალიზმისთვის და ამ ეკონომიკური მოდელისთვის მათ შორის მონეტარიზმს გულისხმობ და გარდაიცვალა პაპი და ხდება ბრძოლა და დღეს ეხლა უბრალოდ მე ეს ვიდეო ვერ მოვიპოვე და ამავიწყე ჩამეგვი პროდიუსერებისთვის ტრამპმა დღეს იხუმრა რომის პაპთან დაკავშირებით, რომ კარგი იქნებოდა მე რო გავხდები რომის პაპი. და ჩვენ ყავს ერთ-ერთი კარდინალი აქ სადღაც ნიუ-იორკში, რომელიც ვნახოთ როგორ იქნება საქმე. ამბობს ტრამპი. ანუ კონკლავი გაიმართება 7-ში, მე მგონი თუ 6-ში, ხო? ალბათ დაინიშნება სადღაც მაისის შუარიცხვი. არ უკვე დანიშნულია 7 მაისს. არის რამდენიმე ოპონენტი, მე მინდა ვილაპარაკო რაზე. ახლა ჩვენ გარდა იმისა, რომ ვატიკანი როგორც გურამ თქვა, ერთ-ერთი კი არა ყველაზე გავლენიანი კონფესიასაც ვერ დავარქმევ, ინსტიტუციულად გაფორმებული ესეთი რელიგიური, პოლიტიკური რაღაცას არის. შენ მე ერთ-ერთმა სტუმარმა გადაცემაში, ერთგაცემაში თქვა, რომ წარმოიდგინე შენ კათოლიკე ეკლესიამ სულიერ ნაწილს თავი დაანებო, ყველგან ეპარქია, ყველგან ადამიანი რამხელა ინფორმაციის მატარებელია, ხო? ეს თქვა ბატონმა კონსტანტინე ჟღენტმა და რა თქმა უნდა ეს ეგრე არის და დაგვავიწყეს კიდე ერთი რამ. ვატიკანი არანაკლებად გავლენიანი წარმონაქმნია, ვიდრე მაგალითად იქ ლონდონ სიტი ან უოლ სტრიტი. ეს არის უზარმაზარი აქტივები სხვათა შორის დამოუკიდებელი სახელმწიფო დამოუკიდებელი სახელმწიფო, მაგრამ აი ეს რომ მაგალითად დღეს ოქრო ძვირდება გარდა ამისა რომ თანამედროვე ეკონომიკურ პროცესებს უკავშირდება, ანუ ვერ დარწმუნებული ვერც ვალუტაში და ვერც სხვა აქტივში და ამიტომაც ოქროს ყიდულობს, ოქროს აქტიურად ყიდულობს ამერიკის შეერთებული შტატები, რუსეთი, ჩინეთი, ინდოეთი და ძალიან აქტიურად ასევე ვატიკანი ავსებს თავის ოქროს აქტივებს. მოკლედ, ის რომ დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანი კონკლავია, გეოპოლიტიკაც ედება ამას, ემთხვევა და რა თქმა უნდა, სხვადასხვა მედია საშუალებები ასახელებენ სხვადასხვა ფავორიტებს. მოდით პროდიუსერს თხოვ, რომ ჩვენ კარდინალები ეს ჩვენი ვაჩვენოთ ჩვენს საინფორმაციო პაუზას ვარ ვაკეთებ. საინფორმაციო პაუზას არ ვაკეთებ, ჩვენ ვაგზელებთ ჩვეულებრივად. არის მონიტორზე, არიან პაპები, კარდინალები უფრო სწორად. პაპაბილი. საპაპე ხალხი. მოკლედ ერთ-ერთი პირველი არის პაროლინი, ნუ ეხლა ჩვენ წინა გადაცემაში პრინციპში თქვენ ისაუბრეთ პეტრო პაროლის გულისხმობ, ეს არის სახელმწიფო მდივანი, მთავარი დიპლომატი პრაქტიკულად ვატიკანის. კი ბატონო, შემდეგ ფავორიტად მიიჩნევა მანილას, ანუ ფილიპინების მიტროპოლიტი ლუის ანტონიო ტაგლე. და მესამე ეს არის უნგრეთის კარდინალი პეტერ ერდე ალბათ ხელი მაქვს ჩამოწმეული. მართლა? მოდი მაშინ დავიწყოთ ამით. ეს რა თქმა უნდა იქნება ბრძოლა მათ შორის სხვადასხვა ბანაკების, მათ შორის ინკლუზიური კაპიტალისტების, აპოლოგეტების, მომხრეების, ლიბერალების, აქეთ ამ კონსერვატორების და ასე შემდეგ. ზაზა და გურამ გეკითხები და ამით დავამთავროთ. შენი აზრით, ვინ შეიძლება მივიჩნიოთ მაგალითად ფავორიტად? მართალია თუ არა რომ ფილიპინელებს აქვთ რაღაც ეგეთი შეკრული, ეგეთი ლობი, ანუ წარმომადგენლობა კარდინალებში და მათი პირველი ერთ-ერთი აზიელი პაპის არჩევა არის საკმაოდ არ არის მოულოდნელობა არ იქნება ყოველ შემთხვევაში და შენი აზრით რამდენად შეცვლის ახალი პაპი დღევანდელ ბუნებრივია ტრამპს ჭირდება მოკავშირე, ასევე ევროპელებს ჭირდებათ მოკავშირე, ლიბერალებს ასე ვთქვათ და შენი აზრით რამდენად დიდ იმას შეიტანს სრულებებს ახალი პაპი ამ თანამედროვე პოლიტიკაში. ძალიან კარგი შეკითხვა, თან მithumetes ტრამპმა დღეს უკვე თქვა, რომ ჩვენ ძალიან კარგი არქიეპისკოპოსი ყავს ნიუ-იორკის. ნიუ-იორკის და ნახოთ რა შანსი ექნება. თავისი ის გამოხატა. რაც შეეხება, რა თქმა უნდა, მოულოდნელი არ იქნება არც ზანგი პაპის და არც აზიელი პაპის არჩევა, არ იქნება მოულოდნელი. აფრიკა შენ ბეზუნგუს გულისხმობ? არა, პირველ რიგში რობერტ სარას, რომელიც არის რაცინგერის მოწაფე და რომელიც არის ერთ-ერთი საუკეთესო თეოლოგი.
და კლასიკურ განათლება მიღებული ადამიანი და უნდა გითხრათ რომ ის ქვეყანა გვინეიდან არის და იქ არის ძალიან სერიოზული კლასიკური განათლება ლათინურით და ბერძნულით ის რაც წინათ ევროპაში იყო ეხლა აფრიკაში გადავიდა და სხვა შორის აქ უნდა მინდა გავიხსენო ბენედიქტე მე-16-ის ადლიმინა ეპისკოპოსები ჩადიან შვეიცარიელ ეპისკოპოსებთან ესეთი რამ თქვა ბენედიქტე მე-16-მა რომ ну სახარებისგან ციტატა მოიყვანა და თქვა ეს რამ რომ რომელიც ამ ქვებისგან შეუძლია აბრაამის შვილების შექმნაო და თქვენ წაგართმევთ და აფრიკას მიეცემაო. მისი ყოველი აფრიკული ვიზიტი რამდენიმე ესეთი ქონდა. მას აფრიკელები ეძახდნენ ბენედიქტი აფრიკელს. იყო საშინლად არაპოპულარული დასავლეთში და იყო საშინლად პოპულარული აფრიკაში. და მას ჰქონდა ეს ხედვა, რომ აი აფრიკული ქრისტიანობა იქნება განახლება ეკლესიის. რატომ? იმიტომ რომ არის იქ წმენის საოცარი ძალა. შენარჩუნებული კი არა, მათ მიეჯნიათ დღეს აი 12 აფრიკელმა ეპისკოპოსმა რამდენიმე წელს წინ მოჩვენეს კარდინალმა დაწერა წიგნი დიდი. აფრიკული ქრისტიანობა რას ამბობენ რომ ქრისტიანობა არის აფრიკული რელიგია აფრიკელების, რომელსაც აფუჭებენ ევროპელები, თავისი ლიბერალიზმით. რობერტ სარაზე კიდე ერთი ორი სიტყვა მინდა თქვა აქ ერთ-ერთი არაჩვეულებრივი წიგნი God or Nothing ფრანგულენოვანია. რამდენიმე ენა იცის არაჩვეულებრივად. ლიტურგიის კომიტეტის თავმჯდომარე იყო და ბენედიქტე მე-16-თან ერთად სტატიებიც აქვს დაწერილი იოზეფ რატცინგერთან ერთად და ამავე დროს არის საოცარი მისტიკური შინაგანი მისტიციზმით აღჭურვილი ადამიანი ძალიან ბევრი თვისება აქვს ესეთი ქარიზმული არის ძალიან როგორ გითხრა აი სწორი სიტყვა მინდა თქვა ეს მკაცრი რიგორისტი მკაცრი ადამიანი იმაზრით რომ პირდაპირ ლაპარაკობს რომ აი ცოდვილი კი უნდა გვეწოდებოდეს მაგრამ ცოდვას არანაირი არ უნდა მივცეთ ეს არა გასაკანი თქვა და ნუ ძალიან პოპულარულია კონსერვატიულ კათოლიკეებში ძალიან მეორე ესეთივე აი ძალიან სერიოზული ლიდერი ძალიან სერიოზული მოაზროვნე ინტელექტუალი და ასევე ეს არის რაიმონდ ბერკი რომელიც არის მალტის ორდენის ყოფილი თავმჯდომარე და გააგდო პირდაპირ შეიძლება ითქვას ფრანცისკემ 4 ეპისკოპოსმა უკასაოდ 4 კარდინალმა რამდენიმე წელს წინ ერთ-ერთი ბერკი იყო ღია წერილი მიწერეს პაპს სადაც მას თხოვდნენ ფრანცისკე გამორჩევდა იმით რომ ეს იგი რეალურად აფერი გაუკეთებია რომ ვთქვათ რა არც ჰომოსექსუალებთან დაკავშირებით არც იმ წყვილებთან არც ქორწინებასთან არც გაჟეჟა თემები და ვერ გაჭყლიტა თემები გამოიტანა ალაპარაკა მაგრამ არაფერი არ გააკეთა და ამიტომ ბოლოსკენ ლიბერალები ძალიან უკმაყოფილება განსაკუთრებით აი ეს არ შემიძლია არ აღნიშნო საშინელი უკმაყოფილება დაიწყო მის მიმართ და პირდაპირ ლანდშაფტობაზე გადავიდნენ ომის 2022 წლიდან როგორც კი დაიწყო მან პირველად აი ერთადერთი იყო ის ვის ლაპარაკობდნენ მშვიდობაზე დაზავებაზე ეს სიტყვა იყო ტაბუირებული და ეძახდნენ რას არ ეძახდნენ პუტინის პაპი ზეთ პაპი თან განსაკუთრებით როცა ცნობილი გახდა მისი მიმართვა რუსი კათოლიკეებისადმი ონლაინ ჩართვაში მაგის პირდაპირ ეუბნება ეს ფრაზას ახლა პირდაპირ დავაციტებ რომ უნდა იამაყოთ თქვენი განათლებული იმპერიით ეკატერინე მეორის პეტრე პირველის ამ დიადი იმპერი და ნუ ესეთი გაქანებული რუსოფობიის ფონზე რუსოფრენიის ფონზე ბევრი ჩემი კათოლიკე ახლობელი და კათოლიკების დიდი ნაწილი ეს არის რა ქვია ლიბერალი რუსოფობი და მიშისტი ხაბა ეს მე ვარ გამოდაკლისი რომ იტყვიან ხოდა არა შემდგომებიც არიან ცხადია მაგრამ ეს მხარე ძალიან ძლიერია მოკლედ ერთმა ახსოვებულმა მითხრა რომ ეს რა გავიგონე მე როგორ მიყვარდა ფრანცისკეო და ნუ ეხლა რა თქმა უნდა როგორც კათოლიკე დაიმორჩილება დოგმატურ საკითხებში მაგრამ შინაგანად უკვე ძალიან დიდი ანტიპათია გამოიწვია მე წარმომიდგენია საერთოდ რა მოხდა დასავლეთში აი როცა ეს დადგა ანუ წყალგამყოფი ის დადგა სწომხარეს ის დადგა მარჯვენა მე ის ხმა მინდა ხო ძალიან მნიშვნელოვანი მომენტი კიდე რა ჩვენ იქ უკრაინაში გვყავს გრეკო-კათოლიკეები ესენი არიან
მართლმადიდებლურ, აი რო შეხედო მართლმადიდებლები იყო პაპსაღი. მართლმადიდებელი გეგონება გარედან. პაპსაღია. და ყველა საინტერესო რა არის, რომ ლიტურგიის წესზე ყველა მართლმადიდებელი. მაგათთან ვიყავი იმაში, რა ქვია, მონასტერში, ლვოვში და უბრალოდ ლვივში. იესოს საზოგადოების წევრთან გავიარეს სულიერი ვარჯიშები ერთკვირიანი, მაგრამ ეს იყო დედათა მონასტერში ესა. და პირველად ნახე ეს ჩვენი, რა ქვია, გრეკო-კათოლიკე. დედათა მონასტერში ატარებდეს სულიერ ვარჯიშებს. ეგ არის, მანდ ჩაატარა სულიერი ვარჯიში, აბა. ხო და ესე იგი, კვირაობით მოდიოდა ეს მრევლი, უკრაინელი. აი გოგოლიც კი აღარ იყო რაღაცა, აი ფარაჯანოვის ის მახსენდებოდა ივან ფრანკოს მიხედვით, წენიზაბეთიხბრეთ. აი უცებ იყო რაღაც წლები იყო და აი ეს ხალხი რაღაცა ის როგორი ცხენებით, იცი? ძალიან დაჯმაჯული, აი ეს პაუსკა ნახე 100 წლის მე. ხო და ყველაფერი არის მართლმადიდებლური, თან ენა რომელზეც ისინი ლაპარაკობენ, სლავური ძალიან კარგად მესმოდა, სლავური, რუსულთან ძალიან ახლოს არის ეს სლავური. გაალობა ყველაფერი და ყველაზე საოცარი რა იყო, რომ ისის კალენდარიც კი 7 იანვარს აღნიშნავენ შობას, ან ყველაფერი პირველად ვეზიარე მართლმადიდებლურად. ნუ ანუ ჩვენთან ეს არის უფუარი ორით არის ზიარება ძირითადად ლათინური მაშინ და აი პირველად რო შთაფრდით და პოლიდა ის ერთად. ან ფაქტობრივად ეგ ყოფილა შენი ეკლესია, კაცო. არა, მე ძალიან მომეწონეს თან ეს უკრაინული ხმები, არაჩვეულებრივი. გალობა არაჩვეულებრივი. ლვივი ყოფილა შენი. ნუ ხო მაგას ვამბობ და მოკლედ ესე იგი არის თქვა მინდა რომ აი ეს ხალხი 7 მილიონი უნდა ვთქვა რომ ეს იყო მაიდანის ფორპოსტი. ჩემი აი ეს მეგობარი უფროსი, უმცროსი მეგობარი 5 წელი ჩემზე პატარა, მიხეილ სტანჩიშინი, იეზუიტი. იყო ესე იგი ერთ-ერთი პირველი შევარდა იანუკოვიჩის სახლში და ნამდვილად მეუბნებოდა და მეუბნებოდა ნამდვილად მახე ჩემი თვალით ოქროს უნიტაზეო. ესე იგი ეს ხმამინდა და ეს 7 მილიონი ადამიანი და ლვოვი და აი ეს გრეკო-კათოლიკეები არიან ნამდვილი ფორპოსტი უკრაინული ნაციონალიზმის. რატო? იმიტომ რომ აღიარებენ პაპს, ანუ deep state-ის გავლენა მაქვს. და ანტირუსული, საშინლად ანტირუსული. საინტერესო მომენტი რა არის, რომ ზუსტად ისეთივე ხალხია უნიტეტები ბელორუსიაში. ზუსტად, აი გეგონება რომ ეს და მაგრამ მის არანაირი არც რუსოფობია არ არის და არც ესენი დაპირისპირება. არ და ზუსტად ისეთივე ბელორუსი კათოლიკე უნიტეტები არსებობს. და მე რამაინ კაი ეს რუსებთან ურთიერთობა ეს საკითხია. და ის მამინდა საშინელი არაპოპულარული იყო ამათში ფრანცისკე. ხო და აი ეს უნიტეტები ვის დაუჭერენ ხარს? ანუ ამ რუსოფობიას თავი რუსეთთან დამოკიდებას თავი დავანებოთ. ჩემი აზრით ისინი არიან კონსერვატორები. არა, ეხლა ანტიტრამპისტები არიან, გამომდინარე იმიტომ რომ ესეც საგარეო ვექტორია. ძალიან რთული. ანუ უცირესობების მიმართ დამოკიდებულება. ძალიან რთული სიტუაცია, აი მაგალითად ეხლა ვის დაუჭერენ, როგორ რა ხდება შიგნით, ხო? ესე იგი 7-8 სერიოზული კანდიდატია. კიდე ახლა მე არ ჩამოთვალე ზუპი მაგალითად მარიო, რომელიც ითვლება მოსკოვში ჩავიდა ლიბერალად. არა, ნუ აი ესე რაც შეეხება პაროლინს, როგორც წესი state secretary, ანუ სახელმწიფო მდივანი საგარეო მინისტრი მე და იშვიათად ყოფილა რომ გამხდარან ეუჯენიო პაჩელი მაგალითად იოანე უკაცრავად პიუს მე-12 იყო state secretary და გახდა შემდეგ თუ არ მეშლება ძალიან მოსალოდნელი ის იყო პიუს მე-11 შემდეგ გახდა პიუს მე-11. ის რომ ეს არის state secretary ეს ავტომატურად არ ნიშნავს რომ ეს გახდება ისევ ამ. თუმცა პაროლინი განსხვავდება ფრანცისკე ძალიან უცნაური კაცი იყო. გარშემო სხვადასხვანაირი ხალხი ყავდა. პაროლინი საკმაოდ მკაცრია და საკმაოდ დოგმატური ის არის. ეს არ არის ლიბერალი. თან ეს დიპლომატები ცალკე სექტაა რო იტყვიან. მათ ახასიათებთ რა აი მაგალითად ტარჩიზიო ბერტონე რომელიც საგარეო საქმეთა state secretary იყო იმის რასინგერის დროს ესე იგი მათ რა ახასიათებთ კანონიკური სამართლის სპეციალისტები არიან კანონიკური და ლათინური ენის არაჩვეულებრივი მცოდნეები. როგორც სქოლასტიკოსები არიან. ოდი იურისტები, აი მაგას ვამბობ, არა იმდენად ესე იგი მოგეხსენებათ რომ თეოლოგია, მედიცინა და
მედიცინა და იურისპრუდენცია ფაქტობრივად კათოლიკურმა ეკლესიამ შექმნა. ეს იუსტინიანის კოდექსი ლათინურადაა დაწერილი და ამის საფუძველზე განვითარდა კანონიკური, ანუ საეკლესიო სამართალი. ლათინურის ცოდნა სრულიად აუცილებელია, მაგრამ ამავე დროს უშუალებელი გამოცდილება წარმოიდგენე ურთიერთობები, ხო? აი ეს ორი მომენტია ერთდროულად. ერთი მხრივ არიან მას შემდეგ რაც ლათინური წირვა აღარ არის და გადავიდნენ ეროვნულ ენებზე, ლათინურის ცოდნა ცოტა უკან დაიწია. რამდენიმე წლის წინ ჯერ კიდევ რაცინგერის მამობის პერიოდში რაღაც სინოდალური სხდომა იყო და ლათინურად ესე წესია ლათინურად უნდა წარმოითქვას და იხუმრა ლათინურად. და ვიღაცამ გაიცინა ერთმა ორმა და მის გაიგო. არა, ხო და რაცინგერმა კარგი იუმორი ქონდა იმასაც ხო შორის სულ არის ფილმში რომ არ აქვს იუმორი. მე მიუწერალდა და უიმეო თქვენ ვაგრა ლათინურიც გწოდნია თუ ვიღაცებს. ხო და აი ეს ორი მომენტია ძალიან მნიშვნელოვანი. ერთი მხრივ აი ინტელექტუალური დონე უნდა იყოს შესაბამისი, კანონიკური სამართალი ლათინ, მეორე მხრივ პოლიტიკური ასე ვთქვათ, ეს გამოცდილება და ურთიერთობების. ანუ პაროლინ მართლა სერიოზული ფიგურაა, მაგრამ აი ისე მიმეორებ, ეს არ ნიშნავს, რომ ავტომატურად ის გახდება. ჩემს მიერ უკვე დასახელებული ეს ორი კონსერვატიული ფრთის გიგანტი, როგორც პედაგოგი უწოდებენ, ესე იგი რობერტ სარა და კარდინალი რაიმონდ ბერკი და ამა ტაგლე, მაგრამ ეს იმდენად ფილიპინური მაფიის ბჭყალებში ამბავი არ არის, ძალიან უყვარდა ცხონებულ ფრანცისკეს. ძალიან ქარიზმული ტიპაჟია ტაგლე და არის არაჩვეულებრივი მქადაგებელი. და რადგანაც ის ამბობდა, რომ მისიონერობა არის მთავარი და მთავარი არის მქადაგებლობა და იმასო წემსო ცხვრისუნ უნდა ასდიოდესო ფრანცისკე ამბობდა. ანუ ამ აზრით არის არა იმიტომ რომ ფილიპინელია, რამდენადაც თვითონ არის რაღაცნაირი გამორჩეული ზაზა იძახის ეს არის შიგნიდან დანახული პროცესი. ეს არის 8 მილიარდიანი პლანეტის 8 მილიარდიან მოსახლეობაში 2 მილიარდიანი კათოლიკური ეკლესიის მრევლის ესე ვთქვათ გავლენის ხო ხდება აქეთ 6 მილიარდი. აქ არის პირველ რიგში წინა პლანზე გამოსათმოდა კულტუროლოგიური ასპექტი. ხო რაც უნდა ვიძახოთ რომ ის იყო არგენტინელის და დიოდა რაღაცა ის ღარიბული შესამოსლელი ის იყო იტალიური წარმოშობის თეთრკანიანი ბერგოლიო გვარად ხდები არგენტინაში ემიგრირებული ის თლიანად ჯდებოდა ვიზუალურად თავის შინაგანი რაღაცა მიდრეკილებების მიუხედავად ვიზუალურად თლიანად ჯდებოდა ერთ თეთრი პაპის როგორც იყო პაპი ამის სახე ხატში ხო რა თქმა უნდა მისი სისტემები რაც უკვე ვთქვით რომ გამოიყენა იმ რაღაცა ძალებმა მასთან უნიის შესაკვრელად მაგრამ როგორც კი დაიწყო ომი და გეოპოლიტიკა დაბრუნდა ის წესრიგში ის დადგა როგორც ნათლიაშია ხო ის პენტანჯელი როცა რაღაც კრიტიკულ მომენტში დგება ისე თავისი ოჯახის მხარეს. ხო და აქედან გამომდინარე როგორ არ დაახასიათა ხო ზაზა, მაგრამ ეს არის პაპი აფრიკიდან, აზიელი პაპი, აფრიკანული. ჩვენ მით უმეტეს იმ სერიალების ფონზე რამაც მასობრივი კულტურა, ხო იყო ეს ორი პაპი, იყო ეს კონკლავი, არის ის ახალგაზრდა პაპი. მათ მოახდინეს პოპულარიზაცია ერთგვარად, სხვა შორის Netflix-მა მონარქიასთან დაკავშირებით ძალიან სერიოზულად ხდება ამ სერიალების გადაღება და მათი იმიჯის კორექტირება, ესე ვთქვათ. თუნდაც მათ შორის ძალიან დიდ სიმართლეების თქმით და მოყოლით და ეს ხდება ამავე ოჯახების ხელდასხმით, საერთოდ ალტერნატიული ისტორიაში რესტავრაცია მონარქიის როგორც იდეის. ისტორიას ესე ვერავინ არ კითხულობს. კრიტიკული აზროვნება მასობრივად მასებში აღარ არსებობს, ეს საბჭოთა კავშირი იყო ეგეთი ქვეყანა. მაგრამ ეხა აღარ არსებობს ეგეთი რამ და ამიტომ სერიალი არის თავარი ინსტრუმენტი ისევ ადამიანს მოუყვება ჩერჩილზე ისტორია მონარქიას და რა თქმა უნდა პაპებიც ეს სერიოზული გავლენის ქვეშ მოხდა. მან უნდა დაინახოს იმიჯი. მან უნდა დაინახოს ან კლასიკური პაპი ან უნდა დაინახოს რაღაცა ახალგაზრდა ხე გვერ იქნება იქ შეიძლება იყო 40 კი არა 59 50-ზე არ უნდა იყოს ყველაზე ახალგაზრდა კანდიდატი რომ არის 59 წლის ხო აქ მინდა უთხრა ჩვენს მსმენელს რომ 79 წლამდე შეიძლება მხოლოდ წამოყენოს 80-ის აღარ უნდა იყოს და ზე აი კარდინალი რობერტ სარა 19 ივნის ხდება 80 წელს, მაგრამ მანამდე უფლება. ხო, და ნუ მე უკვე აღარ არის. ანუ ტრამპი ვერ გახდებოდა ვერც ერთ ვარიანტში. ტრამპი ვერ გახდება. ტრამპი მაგიტო 80-ზე მე 82-ის არის უკვე. ხო, ამიტომ ჩვენთვის მნიშვნელოვანია ეს იმიჯი, რომ ეს არის იგივე, ეს კონსერვატიული ხატია, ობრაზ, რასაც ქვია.
იტალიაში ეს აირჩიეს, რომელიც ის რა თქმა უნდა ლათინურიც, იტალიური და იმან ფრანცისკენ მშვენივრად იცოდა. თუ ეს არის რაღაცა ესპანურენოვანი იყო, მაგრამ იტალიური მისთვის იყო მეორე. ის რაც ტოვებს ლიბერალურ სახეხატს, იმიტომ რომ განსხვავებულია, ხო, რაღაც სხვა უმცირესობიდან არის წამოსული, ისინი შეიძლება შინაგანად ყველაზე უფრო ისინი არიან კონსერვატორები, მაგრამ აღქმაში ეს სხვა, ახლა თქვენ წარმოიდგინე, რამდენი ხანი დაჭირდა ამერიკას, რომ რაღაცა ისის ბოლომდე ისეთი ობამა აერჩია და ეხლა შენ წარმოიდგინე ის კარდინალი რომ ნახე, აი ეგ პაპი ეს სერიოზული კულტურული ცვლილება არის, ხო ხტები იმისთვის და რაღაცა. ურან კი, მაგრამ ჩვენ ხო კათოლიკებთან გვაქვს საქმე. ეხლა ზაზას წერილი მახსოვს, მე მგონი 1-10 სანამ გავიცნობდი სხვათა შორის Facebook-ში, ესე იგი იმ პუბლიკაციაში ზაზა წერდა იმ შესახებ, რომ აღორძინება კათოლიციზმის და ქრისტიანობის მოვა აფრიკიდან. ვინაიდან აფრიკაში არის კონცენტრირებული ბირთვი, აი ნამდვილი მორწმუნეების, კი. ესე იგი ჩვენ პასიონარული წმენდა. ესე იგი შავი აფრიკა, ინდონეზია, ფილიპინები, სადაც უზარმაზარი მრევლია კათოლიკური. სამხრეთ ამერიკაში, ინდოეთი, ამდენად ძალიან აი მაგალითად ჩემი ეკლესია პეტრე პავლესი ვერ შევედი იმაზე რა ქვია აღსაღდგომო ინგლისურ წირვაზე 95% ინდოელია. ეს ინდოელი გოგობიჭები, რომლებიც სწავლობენ სამედიცინო. გავიგე რა თქმა უნდა, ეს მოხდეს ევროპაში, რომელიც ეხა განიცდის ტრამპიზმის შემოტევას, შიგნითაც მათ შორის ტრამპი ეძებს მოკავშირეებს მელონის, ფიცოს თუ ორბანის თუ სხვათა სახით, რომელიც არის იმის ზღვარზე მისული, რომ ყველა არჩევნებზე ეს პოპულისტური მემარჯვენე მოძრაობები იზრდება, გუშინ იყო მუსოლინის რაღაცა დახვრეტის დღე და იქ მისაღთან ყოველდღე ეწყობა ესე თქვა დემონსტრაციები და აღნიშნავენ ეს ნეოფაშისტები და ეს მელონი რომელიც არის მელონის ხო მელონი რომელიც ამას ნუ ესე თქვა ამაზე აქცენტს არაკეთებს და გამიჯნულია მაგრამ ეს ვიქიდან მოდის აი ამ ფონზე წარმოიდგინე შენ ამ ფონზე ახალი პაპის არჩევა და ჩვენ ვიცით ახლა პაპობის ისტორია მით უმეტეს 40-იან წლებში გასული საუკუნის ხო ანუ ამ ფონზე ამ პაპის ახალი პაპის არჩევას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა ანუ ეს არის ერთგვარად სახე და სიმბოლო იქ რა ხდება იმ ძველ ევროპაში აი ნახე რა მნიშვნელოვანია რაღაცა ძალიან კონკრეტულად რო დავიწყო სწორედ ამიტომ ეს კრიტიკულ დროს ირჩევენ ხოლმე კლერიკალს ვინც იცავს პირველ რიგში ინსტიტუციებს ამიტომ გახდება პაროლი ნახეთ ესე იგი ეს ბიორდი კი არა ერდო ხო კარდინალი უნგრული კონსერვატორია იტალიელების კარდინალების უმრავლესობა არიან კონსერვატორები ანუ აი ეს როდესაც ამერიკელები თლიან სხვათა შორის ჩრდილო ამერიკის ეკლესია არის ერთ-ერთი ყველაზე უფრო ტრადიციული და უნგრელი კანდიდატი მე მაგალითად პაპარასტა სერჯეჩნე 20 წლის წინ როდესაც ივანე პავლე მეორე გარდაიცვალა 5-6 ძალიან მაგარი კარდინალი იყო არქიეპისკოპოსი ფრენსის ჯორჯი ჩიკაგოსი მაგალითად ტიმოთი დოლანი ნიუ-იორკის ჩაპუტი მე დარწმუნებული ვიყავ იმდენად ძლიერი კარდინალი და ისე ჩანდნენ და თან მაინც ხა ნუ ძირითადად ინგლისურ ამერიკულ საიტებზე ვიყავ ორიენტირებული კათოლიკურზე მე მეგონა რომ იქნებოდა ამერიკელი პაპი დარწმუნებული ვიყავ 2005-ში ნუ ეხა პაპი ვეღარ გახდება ამერიკელი ნახე სწორედ იმიტომ რომ ტრამპმა თქვა მასკმა რო თქვა გერმანიაში AfD-მ უნდა მოიგოსო ვეღარ მოიგო და აქაც ეხა იმდენი ტრამპია უკვე ევროპაში რომ მე მგონი ამერიკელი აღარ მოკლედ მე არ ვიცი ძალიან ბევრი სიმბოლურად ემთხვევა იგივე კლაუს შვაბის გადადგომა პაპის გარდაცვალების დღეს იგივე ტრამპის აი ესეთი ჩასვლა და აქტიურობა და ეს რემარკები იგივე ეს შეხვედრა ზელენსკისთან სხვათა შორის იმაში სასახლეში რომელიც გაიმართა იქ და ძალიან მნიშვნელოვანი იყო და რაღაც 2-3 დღეში ჩვენ რაღაც გარკვეულ შედეგებსაც გავიგებთ ამის შესახებ, თუმცა ამაზე პარასკევს ვისაუბრებთ დიდ სივრცეში. მოკლედ რეპლიკისთვის თითო 2 წუთს გაძლევთ და დავამთავროთ ეს გადაცემა. ყველაფრის მიუხედავად ეს რაც ჩვენ გავარჩიეთ, ეს არის ერთი ფაქტორი, გარდა ამისა არსებობს ღმერთი და არსებობს განგება და რაღაცა დგება ჟამი და რაღაცა უნდა ახსრულდეს. რა შესაძლოა ეხა ეს ჟამი დადგა და ბუნებრივია ეხა ეს სული ეხა ჩვენაც ვლაპარაკობთ აბსოლუტურად არასერიოზულია რა თქმა უნდა ვის აერჩევენ პაპს და ეხა აღარ დაუბრუნდეთ დეტალებს კონკლავი როგორ იმართება და იქ რა პროცესი შეიძლება წავიდეს იმისათვის რომ
ბოლოს ეს პაპი გამოირჩეს, ხო, სწორედ წინააღმდეგობა განაპირობებს ხოლმე უცნაურ კანდიდატს, თორე ხა ყველა თუ შეთანხმებულია, მაშინ ადვილია ცხადია. აქედან გამომდინარე, მართლაც ეს არის ნამდვილად მისტიკური მოვლენა და რა თქმა უნდა უფლისხელი არის დიდი და იქნება დიდი იმაში, საერთოდ ეკლესიის მეთაურს, გინდა კათოლიკე იყოს, გინდა მართლმადიდებელი, ვის აირჩევენ. აბსოლუტურად ვეთანხმები გურამს საბოლოო ანგარიშით ყველაფერი არის ღვთის განგებულებაში კონკლავზე გადმოდის სულიწმინდის მადლი და საბოლოოდ აი ძალიან კარგი მაგალითია ეს რომ მოვიყვანო რენესანსის პერიოდში ძალიან ბევრი უღირსი პაპი იყო მაგრამ სულიწმინდა მათ არ ალაპარაკებდა არც ერთ მათგანს არანაირი დოგმატი არ აქვს შემოტანილი და ისე მსმენელმა რომ იცოდეს მაინც რაღაც რო არ ეგონოთ ცოტა ისეთი ეკლესიური საკითხი პაპების ხელდასხმა მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ არის აღიარებული. ანუ ერთჩვენიერ დღეს რო ეკლესია გაერთიანდეს, მათ არ ჭირდებათ, ესე ვთქვათ, სხვა ქირატონი არ ხელდასხმა ურთიერთ აღიარება ხდება. ამიტომ ჩვენც ვაღიარებთ, რომ ის პაპი არის წმინდა პეტრეს აყდრის მემკვიდრე. ეს არის ეკუმინისტის. ეს არის ეკუმენიზმი. ეგ არის სწორედ ეკუმენიზმი, მაგაშია საქმე. ეს არის წმინდა ორთოდოქსულად აღიარებული იურიდიული მომენტია. მაშინ სკოლასტის. ვეთანხმები. აი ნახლობაში მეტია სხვაობა ვიდრე ხელდასხმაში. როგორც პაპისტი ვეთანხმები. პროტესტანტებში არა, იმაში არა. გაწყდა იქ. მეგობრებო, უღრმესი მადლობა, როგორც ყოველთვის, ძალიან საინტერესო იყო. ჩვენ კვლავ შევიკრიბებით ერთი კვირის თავზე. ძვირფასო მეგობრებო, თქვენ კი პარასკევამდე გემშვიდობებით. კარგად ბრძანდებოდ, ყველაფერი იქნება კარგად.